შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის წესი გაამკაცრა, რაც ნიშნავს, რომ ვიზების მიღება მხოლოდ იმ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი, სადაც განაცხადის გამგზავნს მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება აქვს. როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება საქართველოს მოქალაქეებზე, ვიზების პროცედურებზე და ზოგადად მოგზაურობის გეგმებზე. სტუდიაში თინეთი გოგუაძე იკონსულის დამფუძნებელი არის ჩვენთან ერთად და მასთან ერთად გავაგრძელებთ ახლა თემაზე საუბარს. დილამშვიდობისა თინა. დიდი ხანია ჩვენს ეთერში არ ყოფილხარ. კი და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მაგრამ ამ სეზონს ხსნით ძალიან მნიშვნელოვანი თემით, ვისაც აინტერესებს და გეგმავს შტატებში ვიზიტს და ვისაც არ აქვს ჯერ ვიზა. რას ნიშნავს აი ეს გამკაცრებული წესი და ვიზე აისახება, ვის ეხება ეს გადაწყვეტილება? ეს გადაწყვეტილება ეხება აბსოლუტურად ყველა საიმიგრაციო ვიზის მაძიებელს, ანუ ვისაც სურს საიმიგრაციო ვიზის მიღება. 2025 წლის 28 აგვისტოს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადი გააკეთა, რომ საიმიგრაციო ვიზებისთვის ეს შეზღუდვა უკვე შემოიღო და ეხლა 2025 წლის 6 სექტემბერს უკვე არასაიმიგრაციო ვიზის მაძიებლებისთვის კანონის ამ წესების გამოქვეყნებიდან უკვე შევიდა ძალაში. თუმცა აქ არ არის საუბარი, რომ ეს არის კაცრი რეკომენდაცია, მოდი ესე ჩავთვალოთ, ეს არ არის კანონის სახით მიღებული და დავუბრუნდები იმას, რომ ჩვენ მსგავსი წესი უკვე გვქონდა 2019 წლამდე მანამ სანამ COVID-ი იქნებოდა, იმიტომ რომ ზუსტად მაშინ COVID-მა ძალიან დიდი რიგები შექმნა საკონსულოებში და ზუსტად ამ რიგების აღმოსაფხრელად გადანაწილდა, კი და შენ შეგეძლო საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გადასულიყავი, სადაც არ იყო ან ღია იყო სლოტები და ჩვეულებრივად ვიზაზე გაიგეთებინა განაცხადი. თუმცა უბრუნდებიან ისევ ძველ რეილსებს და ეხლა უკვე თუ კი შენ ხარ საქართველოს მოქალაქე, აუცილებლად საქართველოში უნდა შეიტანო განაცხადი, მაგრამ თუ გაქვს სხვა ქვეყნის ბინადრობა, შეგიძლია იმ ქვეყანაში, რომელი ქვეყნის ბინადრობაც გაქვს. გამონაკლისები აქაც არის, თუ ეს არის მაგალითად დიპლომატიური ან ჰუმანიტარული სამედიცინო, ამ შემთხვევაში შეგიძლია გამონაკლისები შეიძლება პრაქტიკა როგორი იყო აქამდე, ანუ გასაგებია რომ COVID-მა გადააწყო, მაგრამ დარჩა ასე, ანუ იყენებდნენ ამ პრაქტიკას. საკმაოდ აქტიურად, კი, იმიტომ რომ დიდი რიგები, როდესაც შენ გიწევს 1 წელი დაელოდო შენს ქვეყანაში, რიგზე 1 წლის მერე გახვიდე და ამავდროულად ერთ თვეში გაქვს რაღაც საქმიანი შეხვედრა, ფაქტობრივად მიძულებული ხარ მეზობელ ქვეყნებში ან ახლომდებარე ქვეყანაში გადახვიდე და აიღო ესა თუ ის არასაიმიგრაციო, მათ შორის სტუდენტები. კი, რა თქმა უნდა, მათ შორის სტუდენტები, სტუდენტური ვიზებიც შედის ამ არასაიმიგრაციო ვიზებში. კი ბატონო, ანუ შესაძლებელია რომ რიგების პრობლემა რომელიც იყო დაბრუნდეს დღის წესრიგში? ამას რა თქმა უნდა შესაძლებელი არის, თუმცა ამას კიდევ მეორე მხარეც აქვს. როდესაც შენ ქვეყანაში გადიხარ გასაუბრებაზე, ეს თავიდან იცილებს უსაფრთხოების და კიდევ თაღლითურ სქემებს. ამის თავიდან ასარიდებლად ეს ერთ-ერთი გამოსავალია, იმიტომ რომ კონსულ ოფიცრები, რომლებიც მუშაობენ ამა თუ იმ ქვეყანაში, ისინი დატრენინგებულები არიან და იციან ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეების მიდგომები, მაინდსეტი, ანუ სპეციფიკა, კი და მათ შორის მარტივია გადაამოწმო თუნდაც ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია. ანუ ეს იყო მიზეზი მიდიაში უსაფრთხოება შეცვლის გადაწყვეტილების, რომელიც დეპარტამენტმა მიიღო. მთელი კასკადი ცვლილებების არასაიმიგრაციო და საიმიგრაციოების მომდინარეობს ზუსტად დაიწყო 2024 წლიდან, 2023-ის მიწურულს და 2024 წელი, ეს არის ძირითადად უსაფრთხოება და შემდეგ მოდის ფინანსური და გავშლი კიდევ ჩვენ ვიცით რომ 2024 წლის 2024 წელს შეიცვალა 2023 წლის ბოლოს გაიზარდა სავიზო მოსაკრებელი. 2016 წლის შემდეგ მსგავსი ცვლილება საიმიგრაციო არასაიმიგრაციოს არ ქონია. თუ აქამდე მაგალითად ანუ მარტო ვიზის მოსაკრებელს არ ეხება, სხვა მოსაკრებლებიც იყო, მათ შორის არასაიმიგრაციოსიც ყველაფერზე მატება იყო. აბსოლუტურად ყველაფერზე მატება იყო 5%-დან სადღაც 50%-მდე. და ეს უკავშირდება ზუსტად ამ ცვლილებებს ფინანსურს. მეტი შემოსავლის მიღებას. ეს ერთ-ერთი რაც, თუმცა მიღებული პრაქტიკაა, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთი ამ პრაქტიკას საკმაოდ დიდი ხანია იყენებს. ბრიტანეთის შემთხვევაში მათაც დაახლოებით 2022 წლიდან დაიწყეს 5%-დან 100%-მდე არის მათთან სავიზო
მოსაკრებლობის ცვლილებები, რაც შემდეგ OBR-ის და Visa Immigration Observatory-ის დასკვნებში როცა ვკითხულობთ, ვნახულობთ, რომ დაახლოებით 1.4 მილიარდი ფუნტ სტერლინგი ჩიამცირა ბიუჯეტში დანაკლისი, რაც საკმაოდ ისეთია. და მათ შორის უსაფრთხოების ნაწილში უფრო ეს თანხები გადანაწილდა კიდევ უსაფრთხოების ფარს. გამოიყენებენ იმისთვის, რომ სერვისების გაუმჯობესება მოხდეს, როგორც საკუთარი თავის უსაფრთხოების კუთხით, ასევე მიწოდების. რომ გავყვებ ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ შემდეგ ცვლილებებს, იყო აი ესე ერთ-ერთი ცვლილება ფინანსურს 2025-2024 წლის ფისკალურ ჩარჩოს მოყვება ეს კანონი. ერთ-ერთი ცვლილება არის მეშვიდე თავში, რომელიც მითითებულია ყველა ესე იგი 2025 წლის ფისკალური წლის დასრულების შემდეგ, ვინც ვიზას აიღებს, მათთვის Visa Immigration fee, რომელიც $250 რაოდენობით, რომელიც შეიძლება შესაძლებლობა არის იმისა, რომ გაიზარდოს დეპოზიტად და შემდეგ თუ კი შენ ვიზის წესებს არ დაარღვევ და ვიზის წესებში შედის 3 პუნქტს უნდა ასრულებდე, ან საერთოდ არ გამოიყენო ეს ვიზა. ან ჩახვიდე და ჩვეულებრივ დაბრუნდე შენს ქვეყანაში, ან როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფები, უბრალოდ არ დაარღვიო და ვიზის სტატუსით ცვლილება დარღვევის გარეშე განახორციელო. ამ შემთხვევაში დაგიბრუნდება შენ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ. ხო, ისიც აღნიშნოთ, რომ უკვე ჩანიშნულ, ასე ვთქვათ, შეხვედრებს, აპლიკაციებს არ ეხება ცვლილებები, ანუ ვისაც ჩანიშნული ჰქონდა, მას შეუძლია რომ სხვა ქვეყანაში მიიღოს მომსახურება. იცით როგორ არის, ჯერჯერობით არ ეხება, თუმცა მე ყველას ვურჩევდი და ვთხოვდი, რომ აუცილებლად ელექტრონულ პოსტას თვალი ადევნონ, იმიტომ რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ისე შეიცვალოს რაიმე და მსგავსი ცვლილება მოხდეს და უბრალოდ გააუქმოს და მხოლოდ შეტყობინება მოვიდეს, უწუხვართ, თქვენი შეხვედრა ამ მიზეზების გამო გაუქმდა და გთხოვთ თქვენ ქვეყანაში გადაიტანოთ. აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გადახდილი მოსაკრებელი არ უბრუნდება და შესაბამისად რაც არ უნდა საკონსულომ გააუქმოს და მსგავსი ცვლილება შეიტანოს სამწუხაროდ თავიდან უწევს გადახდა ხო შენ? რა თქმა უნდა თავის ქვეყანაში ისევ თავიდან უწევს მოსაკლების გადახდა. თინა, ეხლა ამ დროისთვის როგორი არის ვიზაზე ჩაწერის სახელმისაწვდომობა თბილისში? ანუ რამდენად დიდი რიგები არის და რა უნდა გაითვალისწინონ ეხლა ვინც ავსებს ვიზაზე აპლიკაციას ამ ადამიანებმა? განაცხადისთვის ორი პლატფორმები შეიცვალა, ისევ საკმაოდ დიდი ცვლილებები არის. პლატფორმები შეიცვალა გადახდის სისტემები, თუ კი აქამდე აუცილებლად გიწევდა საქართველოს ბანკში ეხლა შეგიძლია ნებისმიერი ვიზა და მასტერკარდით გადაიხადო ონლაინ ეს მოსაკრებელი და ორ ნაწილად არის გაყოფილი სლოტები, ანუ ხელმისაწვდომი ადგილები. ერთი არის თუ კი შენ უარი არ გაქვს მიღებული ბოლო 6 თვიდან 1 წლის მანძილზე, მაშინ შენთვის ცალკე ადგილები არის გახსნილი, მაგრამ თუ უახლოეს პერიოდში შენ უკვე უარი გაქვს ვიზაზე, გვალდებ, ხო, შენთვის რა თქმა უნდა ცალკე რიგი არის ამისთვის გამოყოფილი. მწვანე ბარათზე უნდა ვისაუბროთ, ხო? ხო, იმიტომ რომ მოდის ახლა უკვე მწვანე ბარათის შევსების პერიოდიც ტრადიციულად როგორც წესი ოქტომბრის დასაწყისში იხსნება ხოლმე, ხო? თარიღი ჯერჯერობით არ არის თარიღი, სავარაუდოდ სექტემბრის ბოლო 2 კვირაში უკვე უნდა ველოდოთ თარიღის გამოცხადებას. ამ ჩვენ ვეძახით 2027 წლის დიდი ლოთარი გათამაშებას. ანუ 2027, იმიტომ რომ ფაქტობრივად წინა პროცესი 3 წელი მიმდინარეობს, ანუ 2025 წელს ოქტომბრის თვეში არის რეგისტრაციები. მომდევნო წლის, ანუ 2026 წლის მაისში გავიგებთ პასუხს, მოვიგეთ თუ კიდევ უნდა ვცადოთ და უკვე შემდეგ რიგების მიხედვით თქვენი кейსის ნომერი გვენიჭება, ამ რიგების მიხედვით 2027 წელს ჩვენ შევძლებთ იმიგრაციაში გადასვლას, ანუ ამერიკაში საცხოვრებლად ან სასწავლებლად. რაიმე ცვლილებები არის თუ არა, ესეც უთხრათ მაყურებელს წელს თუ არა? მწვანე ბარათის შემთხვევაში რომ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იყო მიღებული დონალდ ტრამპის მხრიდან. იგივე კანონი, რასაც იგივე კანონი, რასაც ჩვენ საუბრობდით, One Big Beautiful Act-ში, ესეც არის მოიაზრება. ოღონდ წელს არ შევიდა ძალაში.
ზუსტად იდენტურად აქაც არის რეგისტრაციების შესაძლოა გახდეს ფასიანი და დიდი ალბათობით გახდება. სავარაუდოდ ფიქრობენ, რომ ეს იქნება $250. თუმცა წელს მსგავსი არაფერი არ არის, ჩვეულებრივად ისევ უფასო იქნება რეგისტრაციები, ამისთვის საჭიროა მხოლოდ პირადი ინფორმაციები შეივსოს ვებგვერდზე, ოფიციალურ ვებგვერდზე და აიტვირთოს ბოლო 6 თვის მანძილზე გადაღებული ფოტო. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ გვაქვს Green Card G, ესეთი პლატფორმა, სადაც ერთხელ თუ კი შეავსებ, მომდევნო წლებისთვის პირადი ინფორმაციების შეყვანა აღარ დაგჭირდება, თუ კი რა თქმა უნდა რაიმე არ შეიცვალა, მაგალითად შვილი არ შეგეძინათ, ან არ დაოჯახდით, ან დამატებითი ინფორმაცია არ არის, მხოლოდ ფოტოს გადაიღებ, ან შენივე გადაღებულ ფოტოს ატვირთავ, ან კიდევ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ძალიან კარგი პლატფორმა, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია iPhoto AI-ით გადაიღო ფოტო და ატვირთო, სახლიდან გაუსვლელად გააკეთო ფაქტობრივად ყველაფერი. სტატისტიკა როგორ ყოფილობს, ანუ მზარდი იყო ხო რეგისტრაციები თქვენ შემთხვევაში როგორ იყო პლატფორმაზე? კი, წლის მანძილზე დაახლოებით მოგებული რომ 55000 ადამიანი, 55000 აპლიკანტს ადამიანს აქვს მოგების შესაძლებლობა და წლის ჭრილში დაახლოებით შევსებული აპლიკაციების 2% იგებს. 1-დან 2%-მდე არის მოგებულები. თუმცა აქაც кейსის ნომრების მიხედვით ხო, ანუ მწვანებარათი შეიძლება მოიგო პირველ ჯერზე, მოგივიდეს ამის პასუხი, მაგრამ ეს არ არის გზავნილი იმისა, რომ ავტომატურად მოქალაქეობა ან რაღაცა შეგიძლია წახვიდე მეორე დღესვე შეერთებულ შტატებში იქ ცხოვრო. შემდეგ უნდა გაიარო. იქაც უკვე ლატარია, შემდეგი ეტაპი იქნება. შემდეგი იცი როგორ არის, თუ кейსის ნომერი, ანუ რიცხვი რომელიც შენ ამოგივიდა არის დაბალი, შენ დიდი შანსი გაქვს იმისა, რომ უკვე აიღო მწვანებარათი და გადახვიდე. დაბალში რას გულისხმობ? 001? 20,000, 25,000. ნახეთ როგორ არის. აქ არის 45 რიგებია მე. აი, ნახეთ 55,000 მწვანებარათი უნდა გაიცეს. მაგალითად, ადამიანმა რომელმაც მოიგო кейსის ნომერი აქვს, მაგრამ მას ყავს დამატებული თავისთან 5 ოჯახის წევრი, ეს უკვე 6-ია. მიუხედავად იმისა, რომ შენ ხარ 005 პირობითად, მაგრამ შენამდე თუ შეივსო ეს 55,000, შენ უკვე ვეღარ გიწევს რიგში მოხვედრა. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო დაბალი кейსი გაქვს, იყო წლები, როდესაც ბოლო кейსამდე, ანუ მაქსიმალური გახსნეს და ვინც კი გასაუბრებაზე შესაძლებელი იყო რომ მიიღოთ აბსოლუტურად იყო კოვიდის პერიოდში მაგალითად ძალიან დაბალ кейსებამდე შეივსო და მე უკვე ვერ, იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი გაჩერებული და დახურული იყო მაგ პერიოდისთვის. ხო, 1 ან 2%-ში რომ მოხდები და მე იქ ვხდები, სადაც თავარი რიგი არ მოგიწევს. რიგი არ მოგიწევს. кейსის ნომერი ხანი არ მართლებს და თან საერთოდ არ გიმართლებს. შტატების აი ამ გადაწყვეტილების გარდა, რომელიც ვიზების მიღების გამკაცრებას ეხება, ხო, არაერთი ცვლილება შედის მათ შორის მოგზაურებისთვის, თუნდაც ევროკავშირის მიმართულებითაც. ჩვენ მომზადებული გვაქვს ამ თემაზე სიუჟეტიც, თუმცა თინა თქვენი აზრი გვაინტერესებს იმ ციფრულ სასაზღვრო მექანიზმზე, რომელიც ევროკავშირმა დააწესა, ხო, ესე რომ ვთქვათ, აღარ იქნება რაღაცა ბეჭდური შტამი საზღვარზე და იქნება ყველაფერი უფრო მეტად ბიომეტრიულ აი ამ ჩვენს მოთმობებზე დაფუძნებული. AI ჩართულობა ხო სასაზღვრო პუნქტებშიც მოკლედ ხელოვნური ინტელექტს. რას ნიშნავს ეს IES სისტემა, რომელიც აამოქმედა ევროკავშირმა და ამ შემთხვევაში თუ იცვლება ჩვენთვის რამე? სანამ ამ ცვლილებაზე გადავალ, აუცილებლად მინდა ვთქვა, ბრიტანეთსაც საკმაოდ დიდი ცვლილებები აქვს, მაგალითად გამარტივების ნაწილში, რადგან ვსაუბრობთ გამარტივებაზე, მე მგონი რომ დავუთმოთ აი ამ ცვლილებებს ყველა ქვეყნის დიდ ბრიტანეთის სავიზო ნაწილში, ოღონდ ეს არის საიმიგრაციო, მაგალითად თუ შენ მიდიხარ სტუდენტური ვიზით, სამუშაო, ოჯახის შეერთება და ასე შემდეგ, ელექტრონული ვიზები არის უკვე, ანუ განაცხადს აკეთებ, ხანაბეჭდებს ტოვებ და შენ შესაძლებლობა გაქვს ერთ დღეში მიიღო შენი მომსახურების სერვისი. ანუ ფაქტობრივად დღეს სტუდენტურ განაცხადზე თუ კი შეიტან დაპრიორიტეტების სერვისი გადახდისთვის ხვალ უკვე პასუხი გექნება. რაც ძალიან მარტივია, ძალიან კარგია და ციფრული ტრანსფორმაციების სხვადასხვა საიმიგრაციო თუ არასაიმიგრაციო ნაწილში ჩვენ ადამიანებს, უბრალოდ მოგზაურებს თუ რაღაც საიმიგრაციო სერვისის მომხმარებლებს გვიადვილებს ბევრ ამის.
აი ზუსტად ახლა ESC და ETIAS-ის ნაწილში ESC-ის დროს უამრავი რიგის აცდები და ფაქტობრივად უმტკივნეულად გადაადგილდები, როდესაც რიგში გიწევს, თქვათ, ამა თუ იმ ქვეყნის საზღვარზე და ვსაუბრობთ ახლა ევროკავშირის და შენგენის წევრ ქვეყნების საზღვარზე, საკმაოდ დიდი რიგში ლოდინით, ანუ თუ ოჯახის წევრთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობ, ან რაღაც გადაუდებელი სასწრაფო საქმე გაქვს, 1-2 საათი შეიძლება. ამ შემთხვევაში ESC-ის სისტემა ამარტივებს, იმიტომ რომ ციფრულად მოხდება შენი ბიომეტრიული მონაცემების მიხედვით ამ ყველაფრის აღქმა და წაკითხვა. ეხლა ერთიორად გაიზრდება. კი, აპრილის თვემდე, 2026 წლის აპრილის თვემდე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დაინერგება ESC და მონაცემების შეგროვების შემდეგ, სავარაუდოდ 2026 წლის აპრილის შემდეგ უკვე დაიწყება ETIAS, რომელიც არის წინასწარი ავტორიზაცია გაიარო იმისთვის, რომ შემდეგ მიმოგზაურო ამ ქვეყნებში. ხოლო შეზღუდვები ექნება თუ კი შენ დარღვეული გაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონი გამოიყენე ისეთი თქვათ, არ ვიცი, კრიმინალის უსაფრთხოება დაარღვიე არა მარტო ვიზა, არამედ თქვათ რაღაც დანაშაული გაქვს ან შენ ქვეყანაში, ან სხვა რომელიმე ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში ასეთ დროს შენ მოგიწევს ისევ ვიზაზე. ხო, უარი მოვა და მაინც ისევ ვიზაზე განაცხადი გააკეთო და ისე იმოგზაურო ამ ქვეყნებში. კარგი. მოკლედ 2026 ველოდებით ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის სიახლეებზე, შტატებზე უკვე გასაგებია ყველაფერი, რაც გამკაცრა ადმინისტრაციამ შეერთებული შტატების, თუმცა მაინც საბოლოოდ ყველაფერი უფრო მეტად გაციფრულებისკენ მიდის და ის რომ რიგებში უფრო ნაკლებად მოგვიწიოს დგომა ვიდრე აქამდე. მადლობა თინა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მორიგ ჯერზე თინა თინგოგუაძეს უმასპინძლეთ, იკონსულის დამფუძნებელ საქმე ინდილას ეთერში.